თუბში საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიხსნა. ფესტივალმა ბურჯომის შემდეგ ზღვისპირა რეგიონში გადაინაცვლა. პირველი კონცერტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. მორიკონე კინოს ლეგენდა ბათუმის თეატრში ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა დაუკრეს. ეს არის ფესტივალი, რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ მისი დამაარსებელი, მისი ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული ქალბატონი, მუსიკოსი ლიანა ისაკაძე, რომლის სულით დღეს ჩვენთან ერთად იყო, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც არის სრულიად განსხვავებული ფენომენი. და მის ფესტივალს უნდა ქონდეს ძალიან დიდი გზა და ბევრი წლები უნდა იარსებოს. პირველად საქართველოში მსოფლიოში სახელგანთქმული მესაყირე ნელოს სალცა, რომელმაც შეასრულა ენიო მორიკონეს დაუვიწყარი შედევრები. ძალზე თბილად მიიღო ბათუმელმა მსმენელმა, ჩვენ ბედნიერები ვართ ყოველთვის, როცა ჩამოვდივართ აქ.